საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, იმედია კარგად ისმის, ცოტა რაღაც დაგვიზიანდა და მე მგონი ცოტა განცხადება უნდა გავაკეთოთ. მოკლედ მაინტერესებს თუ ირმია ხმა ახლო როზე ვარ ისმის. მოკლედ ძვირფასო მეგობრებო, ქართველთა დიდი გაერთიანების მთავარი სათათბიროს წევრმა გუშინ მაღრაძემ საპატრიარქოსთან შაბათს 15 საათზე თქვენ ალბათ ნახეთ ერმილენ ემსაძესთან ერთად იყო ჩართვაში, სადაც ისაუბრა ამ თემაზე. დღეს მეცნავდე ამაზე ანონსი და ძალიან სერიოზული გამოხმაურება ჰქონდა, მაგრამ ძალიან ბევრმა ისეთი კომენტარების დაწერა, რაღაცა სპეციალურად უნდა დათესვან, ვიცი, ესეთი ამ მიმართვამ. არაფერი არ არის აქ განსაკუთრებული. ჩვენ ბევრჯერ ავხსენით, რომ ეს არის საერთო სახალხო დიდი ეროვნული პრობლემა და რა თქმა უნდა აქ ეხლა ის რომ შეჯიბრია პარტიებისა ვიროდის გამართავს, ამას პარტია ვერასოდეს ვერ მოერევა და პარტია არ არის არასოდეს გამაერთიანებელი. ნებისმიერ ცივილიზებულ პარტია შეიძლება 40%, თქვათ 50% კარგი, მაგრამ 100% ხომ არ ექნება და ერის გამაერთიანებელი ხომ არ იქნება რა პარტია. თუმცა იყო კომუნისტოს მუდმივ 19 და ეს თუ უნდა ამ ხალხს გინდა თუ არა აი 30-ია, გინდა თუ არა ის 7-ი აქცია და იქ მოდით მთელიერი და ჩვენ განვაცხადეთ, პირადად მე გავაკეთე განცხადება და ყველგან მივა. იმიტომ გაერთიანება ყველგან მივალ აბსოლუტურად, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული შეხედულებები მაქვს პარტიებთან დაკავშირებით, ამაზეც ვისაუბრებთ მოკლედ დღეს. მაგნაიდან პრობლემა გაერთიანების ხელმძღვანელებმა უნდა ვაჩვენოთ, მაგალითი უნდა მივცეთ ყველას, რომ მიუხედავად პირადი გაუგებრობებისა, წყენისა თუ ასე შემდეგ, ჩვენ უნდა მივიდეთ ყველასთან და დავდგენთ მივცეთ. ეხლა რაც შეეხება იმას ბატონი შალვას იდეას, ეს არის ძალიან კარგი იდეა. მთელი ხალხი წუხს მაშინ, როდესაც ესე იგი კატასტროფული მდგომარეობაა საქართველოში და უპება ხელიდან გვეცლება ქართველებს, ასეთი დუმილი საპატრიარქოსგან არაფრით არ შეიძლება და მისაღები არ არის. ამიტომ ვიღაცებმა დაწერა თქვენ იქ რა შტურმით და ასე შემდეგ. არ მინდა კაცო, რა შუაში აქვს შტურმი და რა შუაშია ძალადობა. პირიქით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ საპატრიარქომ დღეს უნდა შეასრულოს ისტორიული მისია, დადგეს კელის გვერდით, გაუძღვეს ეს, შეიკრიბოს სასწრაფოდ უნდა ალბათ სინოდი, ამასაც ალბათ მოვითხოვთ და ერის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს, ქართველი ერისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და დგომით საქართველოს საპატრიარქო და ქართველები, ასევე საქართველოს მაცხოვრებელი აბსოლუტურად ყველა არაქართველიც, ისინი ვინცველია. მე ყველას ეხება ეს, რა თქმა უნდა და ფიქრობ მე, რომ ისინი ყველანი დადგებიან ერთად. არავის არ აწყობს ის, რომ აქ სულ სხვა უცხოტომელები ჩამოსახლდნენ და მათ შეექმნება და ჩვენი მიზანია, რომ მივიდეთ საპატრიარქოსთან, კიდევ ერთხელ მივმართოთ მათ, რომ დაგვიდგნენ გვერდზე, რადგან
ამას ესე მარტივად ვერც ერთი პარტიეთი გაერთიანება ასეთ მნიშვნელოვან დროს უნდა დადგეს ერი და ბერი ერთად. აი რა არის ამ გაუგებარი. აუ რატო აბნევთ ხალხს და რას ვაბნევთ ხალხს კაცო? პარტიის გადასაწყვეტი საკითხია ეს დიდი პრობლემა. იმას პარტიები ჩვენ მიგვაჩნია სწორად რომ საპატრიარქოსაგან ეს უნდა მივიღოთ ჩვენ პასუხი შაბათს მივალთ დიდი პატივისცემით დიდი და ფიქრობ და მინდა დავიჯერო რომ საპატრიარქოსგან იქნება პასუხი ის პასუხი რომელიც ქართველებს სჭირდება დღეს პასუხი მაშინ ის მაინც გვეცოდინება ჩვენ რომ სხვა ტაქტიკა ავირჩიოთ მაშინ ესე იგი თუ არ მინდა მაგი ვიფიქრო რომ საპატრიარქო არ დადგება ქართველების გვერდზე აი ამ დროს და მე პირდაპირ ვიტყვი რომ ეს ძალიან ცუდ შედეგამდე მიიყვანს ერს თუ კი საპატრიარქო დადგება ჩვენს გვერდში ეს იქნება პრობლემა მაგრამ თუ კი საპატრიარქო არ დადგება ქართველი ხალხის გვერდით ამ ძიმე დროს სამწუხაროდ ეს შეიძლება დიდი სისხლისღვრამდე მივიდეს იმიტომ რომ ჩვენ არ დავთმობთ ამ ქვეყანაში ჩვენ გვამებზე აქ არავით არის არაბული ქალაქებს არავაშენებინებს და მაპატიოს ყველამ და დილის 6 საათზე ახლა მე მოლებმა და იმებმა იქნო საქართველოს ყველას პატივისცემ ყველას თავის ქვეყანაში და სხვა კონფესიებია მაგრამ ისე რომ მთლიანად დაირღვეს უკვე თანაფარდობა ამ მართლმადიდებულ ქვეყანაში და საერთოდ აღარაფერი აღარ გვესმოდეს და საპატრიარქოს გვერდზე აღარ გვიდგეს მეჩეთი ბატონებო მართლმადიდებელი ქვეყანაა და მე-4 საუკუნიდან მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ ამხელა ისტორია გვაქვს და ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ აი ეს ყველაფერი ღირსეულად და მაღალ დონეზე. იმისა რომ მე გავაკეთე განცხადება რომ ერთად დავდგეთ ყველანი და კი ბატონო და ხელი გაუწოდე ყველას და მე მოვალ 30-ში და 7-ში და ასე შემდეგ თქვენ უნდა ჩვენ არავით მაგრამ ეს არ იქნება ისე რომ მივალთ და იქ რაღაცა ჩვენი სახელით ვინმე უნდა გამოვიდეს უნდა გამოიყვანონ მის სიტყვა და სათქმელი იქაც უნდა ვთქვათ თუ ნაბიჯს გავენ პარტიული ქულების დაწერა ვიღაცას არ უნდა მაშინ რა გახდა ერთი ისო შეტყობინება რომ მივესალმებით თქვენს აი ამ ნაბიჯს მამულიშვილი ნაბიჯს და მოდი და ჩვენ პარტია კი ვერ გაერთიანებს ეს ერი უნდა გაერთიანოს ქართველთა ერთობამ პარტიების ყოველგვარი პარტიების გარეშე კიდევ ვიტყვი რომ პარტიას არც ვერც ერთ პარტიას ვერ ასოქნება არ დაჭერა კაცო ეს უნდა გაერთიანდეს არაპარტიული ნიშნით უნდა მოხდეს ქართველიერის გაერთიანება ხლა ბევრს თუ უწუხს გული ესეა ეს და ესე უნდა მოხდეს ამიტომაც შეიქმნა ქართველთა დიდი გაერთიანება რომ ყველა თანხმდებით მეგობრებო რომ აი ამ 33 წლის მანძილზე იმ რეჟიმმა რომელმაც დაამხო უფლება რომელიც სწორედ აი იმ საერთაშორისო იმპერიალისტებმა ისეთი სამი მთავრობა დაგვიშვეს აქ შევარდნაძე, სააკაშვილი, ახლა ივანიშვილი, რომელიც იმართებიან გარედან და არასოდეს ერის ინტერესები ჩვენი უახლოესი აი ქართველთა დიდი გაერთიანების ერთ-ერთი ნაბიჯი იქნება ის რომ ჩვენ შევთავაზებთ გაუგზავნოთ ოფიციალური
ჩვენი ბლანკებით, გაერთიანების ბლანკით, ყველა პარტიას, ყველა მოქმედ პარტიას, რომ შევთანხმდეთ თავარზე, უნდა გაემიჯნო აი ამ არსებული ამ მოახერხა და 33 წლის მანძილზე საქართველოს უკვე გაქრობის პირას ქართველებისთვის გაქრობის პირას მიიყვანეს, რომ ჩვენ კარგავთ სამშობლოს. აი 33 წლის მანძილზე. პარტიები, რომელი პარტიაც არ გაემიჯნება ამ არსებულ რეჟიმს, რომელმაც აი ეს სამი მთავრობა მოიცვა 73 წელში, მაშინ ის პარტიებიც ამაზე უარს ქართველები აი ამ ჭაობში იყოს და იმაზე აწერენ ისინი ხელს, რომ საქართველოს დარჩეს ქართველების გარეშე. ეს მოთხოვნები, ეს მიმართვები ყველას გაიგეთ ჩვენგან. მისი მთავარი პირობა იქნება ის, რომ თუ კი გაემიჯნებიან აი ამ რეჟიმს, ჩვენ უნდა აღვადგინოთ ერთად ყველა ვინც ერთად ყველა კონსტიტუციური სამართლიანობა, საიდანაც დაიწყო ქვეყნის გრევა. სწორედ ის უნდა აღვადგინოთ, რომ დავაყენოთ ისევ სწორ რელსებზე ქვეყანა. და რა თქმა უნდა, ძირითადად დიდი უმრავლესობა ამაზე ხელს მოაწერს და თანახმა იქნებიან ჩვენ ყველა მაშინ ერთიანი ძალით აი ამ არსებულ რეჟიმს უნდა წარუდგინოთ სისტემა და აუცილებლად მერმის შემოდგომაზე შესაძლებელი იქნება უკვე დაინიშნოს სამართლიანი საარჩევნო სისტემით არჩევნები და თვითონ ივანიშვილის მართული ძალები ითხოვენ რიგარეში არჩევნებს და არაფერს ამბენ აი ამ ყალბი საარჩევნო სისტემაზე. რა მნიშვნელობა აქვს ამ ყალბი საარჩევნო სისტემით? რამდენი არჩევნებსაც იმდენჯერ გაიმართლებული და საძულველი ძალები, რომლებიც ქართველებს ძულს. თქვენ ხედავთ, ვინ იმარჯვებს ქვეყანაში, ვინც ყველაზე ძალიან ძულს ქართველ ხალხს. ეს არის ქართული ოცნება, კორუფცია. მევახშე ხაზარაძე გავიდა, ქართველი ხალხის წრები პირდაპირ, ესე იგი და რამდენი ხალხი ყავს გამოსახლებული და გაგახსენოთ ხალი ბორჯობი ვის მიყიდა ერთი რომელ რუს ებრაელს იქ და გირჩი, რომელიც პროპაგანდას უწევდა მარიხუანას და დეზერტირობას. აი მოსული ხელისუფლებები, საქართველოს მტრები და ეს არ უნდა გაგრძელდეს. ამიტომ ჩვენ ამათ შევთავაზებთ ახლა ყველა მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს. უახლოეს ხანში ამას ჩვენ გავაკეთებთ, დავაჩქარებთ და თუ ვერ მივიღებთ პასუხს, ყველას გამოვაქვეყნებთ ჩვენ აი იმ პარტიებს, იმ მოღალატე პარტიებს, რომლებიც ამაზე უარს იტყვიან და დარჩებიან იქ აი ამ ჭაობში, რომელი ჭაობიც ეხლა კი მეგობრებო, ძალიან გთხოვთ, აი ყველა მოეშვას იმას ჩვენ ისეთ აქციას არ ვაწყობთ, რომ რაღაცა ურა-ურა ვიყვირო და ვაშა-ვაშა. ჩვენ რაც ეს იყო ხილება ამ რეჟიმისა, რომელმაც ჩუმად, ქართველი ხალხის ჩუმად საქართველოში ეს უზარმაზარი რაოდენობის ქართული მიწები გაყიდეს და ეს მოეწყობა, ეს გამოფენები ყველა და ეხლა ჩვენ საპატრიარქოსთან, რომელსაც ვაწყობთ შაბათს 15 საათზე, ფიქრობ, რომ ეს არის ძალიანი ბოლოს და ბოლოს საპატრიარქოს წმინდა სინოდმა ოფიციალურად
თავისი პასუხი უნდა აცნობოს ქართულ ხალხს აი ამ თემაზე. ამ მილიარდიანი ეგრეთ წოდებული ინვესტიციაზე, სადაც არაბული ქალაქების მშენებლობა იეგმება. თუ ჩვენ ერთად დავდგებით, ვიმეორებ, ეს მშვიდობიანად დასრულდება ყველაფერი ხალხის სასარგებლოდ. ვარ სიტყვის დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი სისხლი დაიღრება, სხვანაირად ჩვენ აი ამას არ დავთმობთ და ეს ესე არ დასრულდება. ჩვენ არ შევეგუებით არავაშენ არაბულ ქალაქებს. შაბათს ყველა მობრძანდეთ საპატრიარქოსთან 15 საათზე. ძალიან ჯანსაღი ხალხი, ყოველგვარი რაღაცა არეულობების და რაღაცა მის გარეშე თბილად და დაველაპარაკოთ ჩვენ საპატრიარქოს, დაუდგება თუ არა ქართველებს აი ამ ძიმე დროს გვერდით. არაფერი არ არის აქ სხვა რამე არაფერი არ იგეგმება. მინდოდა მე თქვა ხოლმე რომ 50 კაცი მოვა და 100 კაცი მოვა. მე ვფიქრობ, რომ ეს უმნიშვნელოვანესია ახლა და ყველა უნდა გამოვიდეს აქ და ყველა უნდა დავდგეთ ერთად. ნობა ვიქნებით, არავინ არ გამოგხედავს ამისი რაღაცა ეჭვიც მაქვს. თუ ბევრი ხალხი ვიქნებით, ალბათ საპატრიარქოც გადადგავს სწორნაბის და დაუდგება ქართულ ხალხს. უნდა დავანებოთ თავი ახლა შიშებს, ჩვენი სამშობლო არის კითხვის ნიშნის ქვეშ და ახლა იმის დრო არ არის, რომ მოდი მე არ წავალ კაცო, ის წავა და ჩემს მაგირად ის გააკეთებს საქმეს, არავინ არ გააკეთებს. გამოსაქმეს ერთიანებაში. ყველაფერი არის კეთდება ადამიანურად, სამართლებრივად, მართლმადიდებლად და სიყვარულით მივალ ჩვენ იქ. ნახოთ რა პასუხი იქნება, მე იმედი მაქვს, რომ ბოლოს და ვნახოთ. მადლობთ მეგობრებო ყურადღებისთვის, კიდევ ერთხელ გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია, დაპლიუსდეთ, ვინ მობრძანდებით საპატრიარქოსთან შაბათს 15 საათს.